მებით გვთავაზობთ თეატრიშის ვიდეოს უბრალოდ სტუმრად წამყვანი სახელმწიფოური არ წერია ეკრანზე, მას ხავს სტუმრად ვიდეო თვალით, არც იმ ქალის სტუმრის სახე არ ჩანს, მაგრამ კომპიუტერით ელაპარაკება ყოფილ ინსაიდერს საიდუმლო კოსმოსური პროგრამებისა თეატრში. ეს არის პირველი ნაწილი. ხო, და თეატრში იხსენებს ამბობს თავის მოგონებებზე, ყვება ამ ვიდეოზე, ამ ვიდეოში უკაცრავად ყვება თავის მოგონებებზე. ეს არის პირველი ნაწილი, პირველი ვიდეო. ამას კიდევ აქვს ალბათ მეორე ან მესამე ნაწილი. რა არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა. ამ ვიდეოს წყარო არის საიტ ოლგა 69. და კიდევ ინტერვიუ ჩამორთმული 2021 წელს თეატრშთან ცივილიზაციაზე ბრეკ ევეი და galaktikuri ალიანსი, რომლის გასაჯაროების ნებართვა მისცენ. იქ აგრეთვე ამ ვიდეოებში არის ნახსენები მონტოკი, გერმანული სამყარო ცენტურიონი. თუ გერმანელები როგორ იტაცებდნენ და როგორ იგდებდნენ ხელში ღვთაებრივ არსებებს, შეგნებულად დამოკლებულ ჩვენ კაცობრიობის სიცოცხლეზე და ბოლოს ჩნდება კიდევ ერთი სტუმარი ჯოზეფ პაუელი, რომ მოუყვეს თეას თავის მოგონებებზე მარსზე, როდესაც ის მსახურობდა ნაიჩვაფებში, გერმანელების კოლონიაში. ეს ვიდეო წარმოადგინა არხმა 20 აპრატნა, მაგრამ როგორც მე ვხედავ, ამ გადათარგმნილი ვიდეოების უკან, რომელიც წარმოდგენილია არხებით, ასტრალიონიკა, 20 აპრატნა, канал раскрытие, აგი თარგმნება ბევრია, ბევრ შემთხვევაში ინგლისურენოვანი არხიდან საიტი ოლგა 79, ინგლისური ასოებით უნდა აკრეფოთ ეს. მართლა კარგ სამსახურს ეწევა ეს ქალბატონი. ხო და დავიწყოთ ახლა. წამყვანი, რომლის სახელი მე არ ვიცი, რადგან ეკრანზე არ ჩანს, მოგესალმება ყველას ჩვენ, ვინც იმ მომენტში ისმენ და ვინც ახლა უსმენს ამ ვიდეოს. და ეს ქალბატონი წამყვანი ამბობს, რომ მას სტუმრად ყავს თეატრში. ახლა მე გაჩვენებ თქვენ რას წარმოადგენს, ვის წარმოადგენს და როგორია ქალბატონი თეატრში. აი ეს არის თეატრში. Что с тобой? აგერა თეატრში ეს ქალბატონია. მე ამბობს თეატრში, ახლა ყვება თეატრში თავის ცხოვრებაზე და ამბობს, როდესაც მე ვიყურები უკან, ვეკითხებიო ჩემ თავს, რა მემართებოდა მე ცხოვრებაში. იყო ბევრი შემთხვევაო, როდესაც მე ბავშვობაში ჩემ თავს ვეუბნებოდიო, ჩემ თავს ვეკითხებოდიო, რა ხდებაო, რასაკვირველია, მე არ მისმოდა თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო და მხოლოდ 2011 წლის შემოდგომაზე მე დავიწყე ჩემი პაზლების აწყობა. 2017 წლის ივლისში მე ვაღიარე ჩემი თავის წინაშე, რომ მე ვიყავი ამ საიდუმლო კოსმოსური პროგრამების მონაწილე. მაგრამ რეალობა წარმოადგენს ისეთ რაღაცას, რომ ეს მოგონებები მოდიოდა სხვადასხვა გზებით.
ეს მოგონებები მე მახსენდებოდა მოგონებები რომლებიც ჩემამდე მოდიოდა სხვადასხვა მაპატიეთ სხვადასხვა გზებით ხდებოდა ამ მოგონებების შეგროვება. ეს მოგონებები მოდისო ჩემამდე უკანა რიგობითით. ესე იგი ბოლოდან ალბათ. В обратном порядке. ხო, ახსენდება ბოლოდან. მე ჯერ უნდა დამედასტურებიაო, რომ ეს მოგონებები არ იყო სიზმარი, რომ ეს იყო სინამდვილე. არის კიდევ რაღაც, რასაც მე ვუძახი სრაშვენიე. ალბათ რაღაცეები უერთდებოდა ერთმანეთს. ეს სიტყვა სრაშვენიე ნიშნავს, რომ ხდება შეწყმა რამდენიმე მოვლენების ან რაღაც მოქმედებების. არ ვიცი, ნახავთ ახლა მოусმინოთ. მე ვცდილობ გავარკვიო თუ რას შეუძლია ჩემი მეხსიერების გაუმჯობესებაო. და ეს ჩემთვის არისო ძალიან დიდი თავსატეხი. ამიტომ მე ვარჩევო რაღაც ნაწილებს, ზოგჯერ დიდ ნაწილებს, ზოგჯერ პატარა ნაწილებს და მე ახლა ვიმყოფებიო იმ პროცესში, სადაც ვცდილობო ეს ყველა ნაწილები შევაერთო ერთ სრულ ერთიანობაში. საიდუმლო კოსმოსური პროგრამები ეს ისეთი რაღაც არის, რომ მე ვცდილობდი თქვენთვის გამეზიარებინა ინფორმაცია, რომელიც მე გამაჩნდა და გახსნა ეს იმაზე მეტია, ვიდრე ჩემი მოგონებები. მე მქვია ტია, მე ვთვლი ჩემ თავს ჩვეულებრივ ადამიანად. მე დავიწყე ჩემი ცხოვრებაო სიკეთის კეთებით ამ სამყაროში. მე ვარ 40 წლის, მე ვარ სპეციალისტი ჩინური მედიცინის დარგში და სამკურნალო ბალახების დარგში. მე ჩემი ბიზნესი დავიწყე კიდევ 2002 წელს. მე და დევიდმა დავიწყეთ ჩვენი ბიზნესი მანამდე სანამ დაქორწინდებოდით. შემდეგ ჩვენ დაქორწინდით 2000 წელს. მე მქონდა ძალიან ბევრი განცდებიო სიზმრებთან დაკავშირებით, რომლებიც მე დილის დროს ხედავდიო, ხელვებიო თუ სიზმრებიო და მე ვგრძნობდიო, რომ მე რაღაც დამემართაო. და ზოგჯერ როდესაც მე გადავადგილდებოდიო კარიბჭეებს შორისო, მე არ ვიცოდიო ეს რა იყო. კი, ეს გავდაო კარიბჭეს და ერთ-ერთი მოგონებები, რომელიც მე მომივიდა, იყო, რომ მე ვხედავდი ჩემ თავს, როდესაც გავდიოდი ამ კარიბჭეებსო. და მე მივხვდი, რომ სადღაც მოხვდი. მაგრამ მე ეს არ მესმოდა. მე დავდიოდი წინ და უკან ამ გასასვლელში, ამ კარიბჭის გასასვლელში და ვცდილობდი გამეგო თუ რა ხდებოდა. რასაკვირველია, მათ ჰქონდათ სხვა ტექნოლოგიები, რომლის დახმარებით შეიძლებოდა მოკლევადით მეხსიერება წაეშალათ და ისინი სარგებლობენ კრისტალებით და მე ვიჭერდი სიგნალებს, რადგან იქ ტალღის სახით იდგება ვინმე, ვისაც ვერ ხედავ ჩვეულებრივ მდგომარეობაში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ესე იგი, მე მონაწილეობდი საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში და მე ვცდილობდი მთელი ჩემი ცხოვრება გამერკვია თუ მე ვინ ვიყავი. მე ვერ ხსნიდი ამ უცნაურ მოვლენებს და ისინი აკონტროლებდნენ ჩემ ცნობიერებას, რომ მე ესე იგი არ ვენდობოდე
რომ არ ქონოდაო ნდობა ჩემი თავის მიმართ. და როდესაც მე როგორც იქნა გავიგე რომ იყავი მონაწილე საიდუმლო პროგრამებისა, მე გავიგე ამის შესახებ. მე მუდმივად მქონდა ემოციური ქართულად, ემოციონალურად რუსულად, ემოციური პრობლემები. მე დავიწყე ძებნა სხვა მეთოდებისა, მედიტაცია ცნობიერებაში ჩატვირთვა, ჰიპნოზი ესე იგი, და დავიწყე შესწავლა ემოციური ჯანმრთელობისა. მე მინდოდა მეყურებინა ვიდეოებიც, რომლებიც იყო სპეციალურად შექმნილი ემოციური პრობლემების ამოსახსნელად და პრობლემების გადასაჭრელად. მე ესე იგი გავხდე ხელმომტერი ამ პროექტებისა, ამ ვიდეოებისა $1 და მე ასკრესვე შევძელი სხვა მათი ვიდეოების ნახვაც სხვა საკითხებთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი მათი პროექტებიდან მე ვნახე იყო კოსმოსზე, კოსმოსურ საიდუმლო პროგრამებზე. მე ვიყავი გაოგნებული, ნეტა რა ხდება და მე გავიგე რომ მე მაქვს მოგონებები და ეს მოგონებები მე წამიშალეს პერიოდში ჩემი ბაღის ასაკიდან სანამ სკოლა დავამთავრე, მე შევიცვალე 10 სკოლა. ჩემი მშობლები გაცილდნენ ერთმანეთს და ეს იყო მიზეზი, ჩემი პირველი მიზეზი, რატომ გამოვიცვალეთ ჩვენ ადგილი საცხოვრებელი. მე მიბრუნდებოდა მოგონებები, მეხსიერება მიბრუნდებოდა ამბობს თეა რაღაც მოვლენებთან დაკავშირებით და მე გამახსენდა თუ როგორ ვესაუბრებოდი უცხოპლანეტელებს, როდესაც ვიყავი 8 წლის. მას რას წარმოადგენს საიდუმლო კოსმოსური პროგრამები? პასუხი არის ასეთი, ეს არის რეალობა და კოსმოსი ეს არ არის ბორო რუბეჟი, ეს არ არის რაღაც ბოლო, ეგრეთ ასე ვთქვათ, კედელი სიმბოლურად. საიდუმლო კოსმოსური პროგრამა ეს არის შეგნებულად გასაიდუმლოებული რეალობა, რომელშიც მაპატიეთკულის გამო მეშლება ლაპარაკი, რომელშიც არა მხოლოდ ადამიანები არიან, არამედ დედამიწელებიც თესავენ კოსმოსში ხაოსს. ეს ადამიანები არიან სხვადასხვა ფრაქციის ელიტის წარმომადგენლები, რომელშიც შედის ჩვენი მთავრობა, თეა გულისხმობს ამერიკულ ხელისუფლებას, რომლებსაც გააჩნიათო თანამედროვე განვითარებული ტექნოლოგიები. საერთოდ კაცობრიობა დედამიწაზე უბრალო ხალხს წარმოქმნას კი არ აქვს. ადამიანების დიდი მასა, მათივე საკეთილ დღეოთო არიანო ჯაჭვებით შემოსილი. საიდუმლო კოსმოსური პროგრამები ესე იგი ეხებიან არა მარტო ხელისუფლებას, არამედ სხვებსაც. მას ვინ იმყოფება ღია კოსმოსში? ყველა დედამიწის ყველა წარმომადგენელი დღეს იმყოფება ღია კოსმოსში. დედამიწის ყველა წარმომადგენელი იმყოფება დღეს, როგორც მე ვთქვი, ღია კოსმოსში. დაწყებული დედამიწის მეთაურებიდან, ქვეყნების წარმომადგენლიდან, დამთავრებული არამიწიერი ცივილიზაციების წარმომადგენლების ჩათვლით. და თი ამბობს, რომ უნდა ჩაღრმავდეს ამ საკითხში. ყველაზე უზარმაზარი არის განცალკევებული კოლონიები გერმანელებისა და დრაკორეპტილოიდების. თეა ამბობს, რომ მე მახსოვს, ეს იყო მე-14 რეიხი.
მათ ჩვენ გაგვასწრეს განვითარებაში 1000 წლეულის პერიოდით, რადგან ისინი ხშირად მოგზაურებენ დროში და ქმნიან თავის ცივილიზაციებს. მათ აქვთ მარსი, სატურნი, სატურნის ყველა თანამგზავრი. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ იუპიტერიც მათია. მე ვიცი, რომ ლირიანელები არიან დრაკოს გავლენის ქვეშ. ისინი არიან ალფა ცენტავრიდან. ხო, მათ აქვთ კიდევ ბევრი სხვა პლანეტები. რადგან ისინი არიან შორს, ურანი თუ ნეპტუნი, მე არ მახსოვს, მაგრამ იქ სადღაც ცხოვრობენ ეს საყვარელი ლურჯი კაცუნები, რომლებთაც არ აქვთ ამათთან არანაირი კავშირი და არის გალაქტიკური საბჭო, რომელზეც მე ახლახან გავიხსენე და შეიძლება ეს ახლა ამ მომენტში მასე არ არის და გეგონებოდა, რომ 60-იან ან 70-იან წლებში იყო, მაგრამ ხალხი დაპატიჟებულები არიან, მოწოლები არიან, გახდნენ გალაქტიკური საბჭოს წარმომადგენლები, მაგრამ ხალხმა ვერ აირჩია წარმომადგენლები, რომ გაუშვან ამ ფედერაციულ გალაქტიკურ საბჭოში. მე მახსოვს, მაქვს მოგონებები ამასთან დაკავშირებით, თუ როგორ ირჩევდნენ წარმომადგენელს ამ გალაქტიკურ საბჭოში წარსადგენად, რომელიც უნდა გამგზავრებულიყო ამ გალაქტიკურ საბჭოში, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. მაგრამ ბევრი კორპორაცია არის ახლა კოსმოსში, ავტომობილის მწარმოებლების, წვენების წარმომადგენლები, წვენების წარმოებლებიც, კომპიუტერის წარმომადგენლებიც და ნავთობის მოპოვებლები არა, ეს მაგნატები, ნავთობის მაგნატები, მედიცინის მაგნატები, დენის მაგნატები, ვინც თავშია ამ ყველაფრისა, ყველა რაღაცის მაგნატია. ესე იგი, უზარმაზარი ბიზნესმენი. დევიდმა მითხრა, რომ მეუღლეა დევიდი მისი, დევიდმა მითხრა, რომ არ დაასახელო, ამიტომ მე ჩამოვაყალიბებო საერთო სურათს, სახლებს არ დავასახელებო, რადგან მე არ ვიციო, სად გადის ეს ხაზიო ცნობილი ადამიანები, უკვე კოსმოსში არიან. მე ბევრი მოგონებები მაქვს ამ ცნობილ ადამიანებზე, მსახიობებზე, სამედიო პიროვნებებზე, ლიდერებზე, პოლიტიკოსები, სამეფო ოჯახის წევრები, ბიზნესმენები, ყველა კოსმოსშია, ყველა შენ გარდა და ვის რასში ესაქმება, შენ როგორ ვცნობ თავს. ჩვენ ხომ მხოლოდ დედამიწაზე ვცხოვრობთ, ჩვენი ცხოვრებით ვაკეთებთ ჩვენ საქმეებს და ვის რა შეაინტერესებს, თუ ეს ცნობილი ადამიანები ნახავენ ლამაზ გალაქტიკებს და მზის სისტემას თავისი თვალით. შენ ეს არ გჭირდება. რა მნიშვნელობაა? გამოიკვლევენ თუ არა ისინი ახალ სამყაროებს. რა მნიშვნელობა ნახავენ ისინი ახალ ფლორას თუ ფაუნას. და ასე შემდეგ. კარგი, არ აქვს მნიშვნელობა ეს ხალხი როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ. საშუალო ასაკი გამოყოფილ სახელმწიფოში 700 წელია და რასაკვირველია, ჩვენთვის სულ ერთია, რომ ისინი არ ავადმყოფობენ იმ უმრავლესი დაავადებებით, რომლითაც ავადმყოფობენ დედამიწელები. ვის სჭირდება საკუთარი კოსმოსური ხომალდი? მე მახსოვს, რომ კოსმოსური ხომალდის ყიდვა შეიძლება სულ რაღაც $1,000,000. მე ეს მახსოვს, რადგან თვითონ მოვიქეცი მას. ეს იყო დიდი ხნის უკან და ხომალდი ვიყიდე იაფად. კი, ახალი ხომალდები ღირს ძალიან ძვირი, მაგრამ ეს იყო ნახმარი ხომალდი. ვის უნდა ყველაზე კარგი ცხოვრება, თქვენ ხომ არ გინდა ნახოთ თქვენი შვილთა შვილები? შეგინდა გაიგზავრო კოსმოსურ სიგრძეში და შენი თვალით ნახო, რას წარმოადგენს იუპიტერი? ვის უნდა დახარჯოს ასობით წელი თავისი საკუთარი თავის შესასწავლად? ვის რაში ესაქმება, რომ იყიდება ადამიანები, რომლებიც ხტებიან მონები
სექსუალური ექსპლუატაციისთვის, ან გენეტიკური მასალისთვის, ან უბრალოდ სამუშაოდ იყენებენ, ან მათგან კიბორგებს აკეთებენ და ვის აინტერესებს, რომ ადამიანებს ყოველდღე აწამებენ და რომ ყიდიან ადამიანებს ვიღაც უცხოპლანეტელებზე, რომლებიც იკვებებიან სულიდან გამომდინარე ენერგიით, როდესაც ადამიანი კვდება შიშისგან. და ვის აინტერესებს, თუ ვინდა როგორ შექმნა ფინანსური სისტემა და ეს პიროვნებები როგორ აორმაგებენ, ასამაგებენ და აუთხმაგებენ თავის ფინანსურ მდგომარეობას. კარგი, ეს იყო 60-იან წლებში და მე ვთვლი ახლა ამ მომენტისთვის ეს ფული, რომელიც ხვდება ფინანსურ სისტემაში, 10-ჯერ ორმაგდება. ასე რომ, როდესაც თქვენ იღებთ იპოთეკას, თქვენი გადასახადი გადის ამ სისტემას და მრავლდება ძალიან უზარმაზარ რიცხვებზე, როდესაც ბანკები დაამუშავებენ ამ ინფორმაციას და მდიდრებს ხტიან უფრო მდიდრებად. ხო, მდიდრები, მაგრამ სულის დონეზე ბინძური ადამიანები. აი რა არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა. ეს ყველაზე დიდი საიდუმლოა, რომელზეც იცის ყველა ელიტის ჩათვლით. ახლა კიდევ ერთ საიდუმლო კოსმოსურ პროგრამაზე, რომელზეც თქვენ უნდა იცოდეთ. მათ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ ისინი როგორ ღებულობენ ამ ტექნოლოგიებს? მოდით გავერკვეთ თუ რა არის ეს. მათ ესმით, რომ კოსმოსური სამყარო არის ელექტრონული სისტემა, მათ ესმით, რა არის სკალარული სისტემა, მაგრამ როგორც მე მესმის, სკალარული სისტემა ეს არის თვისება, ცოდნა კოსმოსური ენერგიის გამოყენებისა. საიდანაც ამათ შეუძლიათ ენერგიის ამოღება ან ენერგიის კოსმოსში გატარება. არის კიდევ ერთი ასპექტი, რომლებსაც უწოდებენ უძველეს მშენებლებს დედამიწისა და როგორც მე მესმის, ჩვენ ვართ ის მშენებლების რასა. თუ დავაკოდებით ამ ინფორმაციას, კაცობრიობა ვითარდებოდა ძალიან დიდხანს, იყო ომი და ზოგი ადამიანები დაიღუპა და მათ შორის ვიყავით ჩვენც, ამიტომ ჩვენ ვართ აქ დედამიწაზე და არა კოსმოსში და რაღაც დროის პერიოდში ნელ-ნელა ჩვენ დეგრადირება დავიწყეთ, დეგრადირდით და თან დავკარგეთ ჩვენი უნარები. მე მახსოვს, რომ ჩვენ სხეულებმა უნდა შეძლონ ყველა ამინომჟავების გამომუშავება, ასე რომ შეკითხვა არა, დაყენება საკითხისა მასე, მაგალითად, ჩვენ უნდა ვიყოთ ვეგეტარიანელები თუ ხორცისჭამელები, ამ საკითხის დაყენება იქნებოდა სისულელე. და მიზეზი თუ რატომ დგება ჩვენ წინაშე ეს დილემა, ამ ხალხმა შედგება იმაში, რომ ამ ხალხმა გატეხა ჩვენი სხეულები. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვართ ძალიან ძლიერი ხალხი. ჩვენი სხეულები ძალიან ძლიერია, ჩვენ მივახციეთ განვითარების მაღალ დონეს, მაგრამ ჩვენ აღმოჩნდით უცნაურ გატეხილ მდგომარეობაში და ამ კოსმოსურ რბენაში ბევრი მოუკროფები არის. არის ბევრი მაძიებელი უძველესი ტექნოლოგიებისა, რომლებიც არის ძალიან განვითარებული ტექნოლოგიები. მე მაქვს რამდენიმე მოგონებები იმასთან დაკავშირებით, თუ მე ასეთ ადგილებში, ხო, რომლებიც მაქვს მოგონებებიო, რომ მეც ვიყავიო ასეთ ადგილებში. და ვცდილობდიო მენახაო შესაძლებელი იმ სამალავებში, სადაც იყო დამალული ეს ტექნოლოგიებიო. სურდა მენახა ეს ტექნოლოგიები. ჩვენი გონება მუშაობს
განსაზღვრულ სიხშირეებზე და მოქმედებს ამ სიხშირეებთან ერთად. უნდა შეგეძლოს აზროვნება მაღალ სიხშირეებზე, ვიდრე იმ სიხშირეებზე აზროვნება, რომელზეც ახლა მუშაობს თქვენი გონება. ზოგ ადამიანებს შეუძლია ეს გააკეთონ, ზოგი ამას ვერ აკეთებს. და როდესაც თქვენი ტვინის სიხშირეები განლაგებულია საჭირო ვიბრაციაზე, საჭირო სიხშირეზე, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის, რასაც უწოდებენ უხილავს. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ ნახავს და მე გამომიყენეს ასეთნაირად. არის კარიბჭეები დროში მოგზაურობისთვის, არის ბევრი გენეტიკური მოდიფიკაციები, ყველაზე გავრცელებული მოდიფიკაცია წარმოადგენს ქიმიურ გაუმჯობესებებს. ასაკის რეგრესია ეს არის ამის ნაწილი და სუპერ უნარები. მე მახსოვს, რომ არსებობს ქიმიური პრეპარატები, რომლებიც აძლევენ ადამიანს საშუალებას ისუნთქონ წყლის ქვეშ. არსებობს ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აძლევენ საშუალებას ადამიანს გაიზარდოს. თქვენი სიმაღლე აამაღლოს. მე მოგიყვებით ამის შესახებ. აგრეთვე ექსპერიმენტების დროს გამოიყენება გენეტიკური манипуляციები, რომ შექმნან მონსტრები სხვადასხვა დნმ-ის შეერთებით. და თანამედროვე ელექტროგრავიტიკა ტექნოლოგიები, კოსმოსური ხომალდების ტექნოლოგიებით მე შევძელი აღმედგინა საიდუმლო კოსმოსური პროგრამების ისტორია. და ისიც ვნახე თუ როგორ იყო ეს პროგრამები გამრუდებული. ჩემი პირველი მოგონებები იყო დაკავშირებული მონტოქთან და მე მახსოვს თუ როგორ გავდიოდი იქ სწავლებას სენსორიკისა, სენსორული დეპრივაციის დახმარებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მახსოვს გერმანელები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ პერიოდში გერმანელები არ იყვნენ ნაცისტები, უბრალოდ იყვნენ კოსმოსში მოგზაურები. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ხდება კოსმოსში მოგზაურობა, ზოგი რეალობა ხდება რეალური. და მაგ დროს მე შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს იყო სადღაც 20-იანი 30-იანი წლები. მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტში, იმ დროს, იმ პერიოდში არ იყო მეორე სამამულო ომი და არ იყვნენ ნაცისტები. აი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკის სახელმწიფომ ხელშეკრულება დაადო გერმანელებთან. ისინი იყვნენ უბრალოდ გერმანელები. და მე მახსოვს, რომ ისინი როგორ აბმენიუელის ცვლიდნენ საბაზო მონაცემებებს ტექსტებით, სადაც იყო აღწერილი ელექტროგრავიტაციის ხელსაწყო და აგრეთვე ამ დოკუმენტებში იყო ტექსტები გენეტიკური გაუმჯობესებაზე. სადღაც 20-ან 30 წლებში გერმანელებმა გადაცვალეს ტექნოლოგიები ადამიანებზე. მე ზუსტად მახსოვს, რომ გერმანელებს ყავდათ ძალიან ცოტა ხალხი და არა მხოლოდ ეს. ისინი ეძებდნენ განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებსაც ექნებოდათ ტელეპათიური უნარები და მაგათმა დადეს ხელშეკრულება, მაგათმა თქვეს, დიახ, ჩვენთან ახმავართ, თქვენ მოგცეთ ეს ტექნოლოგიები, თქვენ ეს ტექნოლოგიები უნდა გამოცადოთ თქვენ ადამიანებზე, თქვენ ამერიკელ მოსახლეობაზე და უნდა გადააკეთოთ თქვენი ხალხის სუპერ ჯარისკაცებად. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ შემდგომში ის თქვენი ჯარისკაცები გვემსახურებოდეს ჩვენ. იმის გარდა, რომ მე გავდიოდი სწავლებას ამერიკის მთავრობაში, რადგან მსახურობდი ჯარში, მე მაქვს მოგონებები პარალელურად საიდუმლო კოსმოსურ პროგრამებში. ესე იგი, გლობალური დეპრესია იყო გამოწვეული გერმანელების მიერ, რომლებიც იმყოფებოდნენ კოსმოსში. მე ამაში ვარ დარწმუნებული. გერმანელებმა მიიღეს $1,5 ტრილიონი, ეს ძალიან დიდი თანხა იყო მაგ დროს და
ლოს-ანჯელესის ბრძოლაზე რაც შემიძლია ვთქვა, ეს ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მაგათმა შეეცადენ მიეღონ ხალხი და საიდუმლო კოსმოსური პროგრამები და ფედერალური მთავრობა იძულებული გახდნენ დათმობებზე წასულიყვნენ. აი რა მოხდა. დედამიწაზე მცხოვრებ ხალხს არ ესმით, რომ ისინი მართებიან არა კომპეტენტური ადამიანებით. მე ვფიქრობ, რომ ყველა ჩვენი პრობლემები, ეს შიმშილი და ასე შემდეგ, ეს არის იგივე ომის გამოვლენა. ჩვენი სახელმწიფოში ხდება ბრძოლა ხელისუფლებისთვის. ამ მართლობის სათავეში დგან არიანო ჩვენი მტრები და მათ ესე იგი მიუფურთხებიათო ჩვენი უბრალო ხალხის მისამართითო. და მათ სინამდვილეში უნდათ, რომ ხალხი დაიტანჯოს. მე მახსოვს, იყო 1953 წელი, ამერიკელები მარსზე. მე ვიყავი იქ, როდესაც ბაზა გაიტაცა, ბაზა შემოიჭრენ დევნილები. მე მაქვს რამდენიმე ფოტო ამ ადგილისა. შემდეგ მე ვიყავი მსახურებაში 60 წელს, 1960 წელს. იმ მომენტის იქ, როდესაც ვიყავი, ჩემი ასაკი იყო 17 წელი. მე მძულდა მარსზე ცხოვრება, ვერ ვიტანდი მარსს, რადგან მე მძულდა ჩემი ცხოვრების წესი. მარსზე საერთოდ პირველ დღეებში მარსზე ყოფნისა, იქ არ იყო ქალები, თუმცა მათ აქვთ ბორდელი, სადაც აიძულებენ ახალგაზრდა ბიჭებს თავისი ფიზიკური სხეულების დაკმაყოფილებას. რასაკვირველია, შემდეგ იქ ქალებიც გაჩნდნენ, მაგრამ ისინი იყვნენ იქ იმიტომ, რომ კაცებს გაიჭერთ კაცებისთვის მომსახურეობა. 1917 წელს ეს იყო სამხედრო ავიაბაზა მონტოკი. 1952 წელს ის გახდა სამხედრო საჰაერო ძალების ბაზა და ეს ასე ვთქვათ, დაფიქსირებული დათარიღება ერთმანეთთან არის დაკავშირებული და რაც მე შევდელი გამეგო, არც ისე საინტერესოა, მაგრამ 1991 წელს ეს ბაზა იყო დახურული და ახლა ის არის სამთავრობო ტერიტორია. მე მჯერა, რომ ყოველი ადამიანი მაცხოვრებელი დედამიწაზე გამოიყენება როგორც საქონელი და გამოიყენება ყოველთვის. როდესაც ბავშვი იბადება, მაგალითად ამერიკაში, საბირჟო ეგრეთ ვთქვათ, ბირჟებზე, სადაც ხდება, ალბათ კი გესმით, ახლა დღეს სიტყვა ბირჟა არ არის უცნობი დღევანდელი მაცხოვრებებისთვის, თანამედროვე ადამიანებისთვის, მით უმეტეს ვინც ვაჭრობს ბირჟაზე და ასეთ ერთ-ერთ ბირჟაზე ამერიკაში ვაჭრობენ ახალ დაბადებულებები თურმე. და ახალ დაბადებულებები ფასობენ ძალიან ძვირად თურმე. მე მინდა ვთქვა, ამბობს თია, რომ ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ორმაგი ცხოვრებით, რადგან ჩვენ ყველანი ვართ მონები. და ამის გაგება ძალიან რთულია. თია ამბობს, რომ მე მწამსო, მჯერაო, რომ არსებობს კონტრაქტები ადამიანის გატაცებებზე და საკვებზე, აგრეთვე კოკა-კოლაზე. მე ერთხელ დამესწი ზმრა, რომ და დამელია ბევრი კოკა-კოლა. მე გავიგე, რომ კოკა-კოლას ბოთლში
არის კონტრაქტი და შენ თუ დალევ ამ კოკა-კოლას მთლიან ბოთლს კონტრაქტი რომელიღაცა უცხო პლანეტარულ ცივილიზაციასთან იქმნება იმ მომენტში, ესე იგი, რომ დალევო ამ ბოთლს ბოლომდეო, კონტრაქტი ავტომატურად შეიქმნაო. რადგან ისინი არიან ჩვენი უფროსები, ჩვენი ხელისუფლება, დრაკოს მხარდამჭერები და იგივე შენ გიყენებენ, ყოველთვის გამოგიყენებენ. და თუ ჩვენ არ მივიღებთ ამ ნივთებს, თეა გულისხმობს, თუ არ დავლებთ კოლას და ამდაგვარ ნივთებს, რომელშიც დენა კონტრაქტი ყოველ ბოთლში, ხომ ხედავთ რა თქვა თეა, ყოველი კოკა-კოლას ბოთლი ნიშნავს კონტრაქტს. დავანებოთ თავი ამერიკას, კოკა-კოლა დღეს ყველგანა გავრცელებული, ხო? არა და ყველა მიცის თუ რა ცუდია კოკა-კოლა. და ჩვენ, როდესაც ყიდულობთ კოკა-კოლას, ამ ყოველი ბოთლით, რამდენი ბოთლი კოკა-კოლა გაიყიდება ადამიანებზე და ადამიანები რამდენ კოკა-კოლას ბოთლს დალევენ, იმდენი კონტრაქტი ფორმდება ავტომატურად იმ უცხო პლანეტარულ ცივილიზაციებთან და თუ ჩვენ არ ვიყიდით კოკა-კოლას და არ დავლებთ, ისინი კარგავენ შემოსავალს. გამოგიდგენიათ, რაში დენა? მახე. ხო, სკეპტიკოსებისთვის ეს ამბავი მიუღებელია. რასაკვირველია, უბრალო ხალხიც ამას ვერ მიიღებს. მაგრამ მე მგონი უნდა დაფიქრდეს ყოველმა ჩვენგანმა ღირს შემოტანილი სხვადასხვა ქვეყნებიდან, მით უმეტეს ამერიკიდან, სასმელების დალევა თუ არა. და საერთოდ სასმელები ეს მავნეა. კოკა-კოლა, მით უმეტეს ეს ფანტა. შედარებით ნაკლები მავნე სასმელი უნდა აირჩიო, რასაკვირველია. დღეს სულთა პროდუქცია არ არსებობს, მაგრამ მახე დენა ყოველ პროდუქტში. ეს ფაქტია. დედა ჩემმა მიცა თანხმობა ჩემ ექსპლუატაციაზე. სამხედროელებმა უთხრეს, რომ შენ ქალიშვილს აქვს რაღაც უნარები და დედა ჩემმა მოაწერა ხელი კონტრაქტს. მე არ დავთანხმდებოდიო, რომ არ მეფიქრაო, რომ ეს ყველაფერი დედა ჩემთანა დაკავშირებული. ისინი ნერვიულობდა დედის გამო. დედა მართლა მისცა თანხმობა. იქ იყო კედელი დიდი სარკით და ისინი გვაიძულებდნენ ჩვენ შესულიყავით ტრანსში და გვეთქვა, რომ ჩვენ არაფერი გვახსოვს. ესე იგი, გვიმეორებდნენ, რომ თქვენ არაფერი გაახსოვთ, ეს არ არის კარი და ჩვენ ვაკეთებდით, სანამ შევიდოდით სარკეში, ჩვენ გვიკეთებდნენ გიპნოზს და გვაიძულებდნენ, დაგვევიწყდა ეს ყველაფერი. ისინი გვეუბნებოდნენ, მე დამავიწყდა, შენც დაგავიწყდება. და ახლა მე ვიყურები სარკეში, სადაც ჩემი მთლიანი სიმაღლით ჩანვარ და ამ მომენტში მე მიტიტდა ეს მოგონება და მე შემთხვევით შევიხედე სარკეში ზუსტად ისე, როგორც იყო საჭირო იმ დღეს. და მე უბრალოდ გავიფიქრე, აი ისე დაიწყო. შემდეგ მე გამახსენდა ჯარისკაცი. უბრალოდ გამახსენდაო ჯარისკაცები, რომლებიც ვარჯიშობდნენო. მათ აძლევდნენ ქიმიურ დანამატებს, რომ ისინი გაზრდილიყვნენ. მე მახსოვს ერთი ჯარისკაცი, როგორ გაიზარდა 3 ფუტამდე. ის არ იყო მაღალი, მაგრამ ქიმიკატების მოქმედების ქვეშ რაღაც სხვანაირად წავიდა და ეს იყო საინტერესო. გერმანელები ყველაფერს ჩვენ არ გვეუბნებოდნენ. გერმანელებმა მოგცენ ჩვენ რაღაც ქიმიკატები და გვითხრეს, თუ როგორ უნდა მოგცეოდით ამ წამლებს. შემდეგ ჩვენ უნდა გვაეძულებინა ეს წამლები ემუშავა, როგორც საჭიროა ისე. და ამ ქიმიკატების ერთ-ერთი უნარი იყო,
რომ მათი გააქტიურება შეიძლებოდა ორგანიზმში და ერთადერთი საშუალება გაგიაქტიურებინა ეს ქიმიკატები ორგანიზმში იყო მუშაობა. უნდა დაგეწურთა შენი ორგანიზმი ბოლო შეძლებამდე და როდესაც შენ ამას აკეთებდი, ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც იყო ჩვენ სხეულში, იწყებდნენ ჩვენთან მოქმედებას. მე მაგ დროს მაძლევდნენ წამლებს, მე ვიყავი ტელეპათი, მე გახდი ჯარისკაცი, მაგრამ პირველ რიგში მე ვიყავი ტელეპათი და ექსტრასენსი. და მე მახსოვს როგორ ვიყენებდი ზიმერის კარტას. მე ვისწავლე მომავლის ნახვა. ჩემ თავში გაჩნდა არხი, რომლითაც მე ვღებულობდი ინფორმაციას. მე შემეძლო მენახა ყველაფერი რაც კი ხდებოდა და ეს იყო დროის ხაზი. როდესაც მე ვისწავლე ამის გაკეთება, ჩემი შედეგები უკაცრავად. როდესაც მე ვისწავლე ამის გაკეთებაო, ჩემი შედეგები ამაღლდაო და მე შემეძლო წინასწარ მეტყოლება თუ რომელი კარტი ამოიღეს ამ წუთს. დღის დასაწყისში ჩვენ გვევალებოდა გვეწინასწარ მეტყველა თუ რა მოხდებოდა საღამოს ან მეორე დღეს. ან რა მოხდებოდა შემდეგ კვირას. და ისინი აგრძელებდნენ. ძალიან ყურადღებით გვადევნებდნენ თვალს და შეფასება იყო ძალიან მკაცრი. ჩემ ჯგუფში იყო ძალიან ბევრი გოგო და იყო ძალიან დიდი ჯგუფი გოგოების სადღაც 30-35 გოგონებამდე და ჩვენ ვიყავით ახლოს. იქ იყვნენ ბიჭებიც, მაგრამ სუპერ ჯარისკაცები არ იყო აუცილებლობა სუპერ ჯარისკაცები ყოფილიყვნენ ექსტრასენსები. მათ ჰქონდათ უფრო დიდი ჩვენება ექსტრასენსორული უნარებისა. როდესაც მე ვიყავი ბავშვი, მე მახსოვს, რომ ჩემს სხეულში შეყავდათ რაღაც ლურჯი სითხე. მე ვიყავი ვიციხი ლოგინზე და ჩემს სხეულზე ეკიდა ბევრი მილი და მე კაჩავდნენ ამ სითხეს. ეს იყო დიდი ბალონი და მათ გონი შეეშალა და აიღეს სხვა ბალონი, რადგან მე დავიწყე ფიქრი რაღაც მეცნიერებებზე, ქალებზე და ასე შემდეგ. მე მგონი ეს იყო სისხლი რომელიღაც სექსუალური მეცნიერისა. მე დავიწყე ყვირილი. მე მეგონა რომ ეს სითხე იყო სისხლის შემცველი ან უცხოპლანეტელის სისხლი, ან იყო სისხლის მოდიფიკაცია. არ იყო გამონაკლისი რომ ეს ყოფილიყო ჩემი საკუთარი სისხლი, მაგრამ შეცვლილი, მოდიფიცირებული. მაგრამ როდესაც შეყავდათ ეს სისხლი, მე ვიღებდი ახალ ცოდნებს და ეს იყო მეთოდი ალტარების შესაქმნელად. მე მქონდა მოგონება ჩემ მეგობარ გოგონაზე, რომელსაც ერქვა ალისია. ეს იყო გერმანული წარმოთქმა, სახელის ალისიასი. ის იყო აღმოსავლური ინდოეთიდან და მე ეს დავიმახსოვრე, რადგან ამ ადგილას იყვნენ, მუშაობდნენ წარმომადგენლები ყველა რასისა და ის იყო აღმოსავლური ინდოეთიდან გერმანული სახელით. ჩვენ ვასრულებდით რაღაც დავალებებს და ჯერ კიდევ სწავლობდით სკოლაში და გადავწყვიტეთ იქ შესულიყავით, რადგან გვეჩქარებოდა და მე გადავწყვიტე ამაზე შევჩერდე. იმიტომ რომ შემდგომში რასაც ამბობს თეა, ცოტა რთულია სახსნელია. არა, მე მესმის მაგერასაც ამბობს, მაგრამ თქვენ ყურებამდე როგორ მოვიტანო არ ვიცი. ამიტომ ჯერ მოინელეთ ეს ინფორმაცია, გაანალიზეთ ეს ინფორმაცია, რაც ახლა მე თქვენ გადაგითარგმნეთ. ძალიან რთულია ყველაფრის ერთად მიღება. ეგ გაუგნებული იქნებით, გაკვირვებული იქნებით. აბარა ზოგადად რთული მისაღებია ის რაც შენ გემალავდნენ წლების განმავლობაში. გასწავლე სკოლაში ერთი თურმე მასე არ ყოფილა, საქმე ყოფილა სხვანაირად. რასაკვირველია გაბრაზდები, როდესაც შეიგნებ, რომ თურმე ის საგნები, რომელსაც ჩვენ გვასწავლიდნენ, არასწორი ყოფილა, თურმე სხვანაირად გვასწავლიდნენ და ბევრი წყული რაღაცაც ჩაგვიდეს თავში. სხვადასხვა მე მინდა გავიმეორო, ადრეც მithქვამს, რომ ცოდნები, რასაც ჩვენ გვაძლევენ სკოლაში,
100%-დან ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ 10-15-20%-ს, მეტი არა. და ერთმანეთთან ადამიანმა თქვა, თუ რაც უფრო უმაღლესებს ამთავრებ, მით უფრო ნაკლები ცოდნა რჩება ადამიანს. კარგით, მე მითხრა თქვენ დაგემშვიდობოთ. შეხვედრამდე.